კეთდებოდა რეკლამა 25 წლის წინ ტელევიზიებში და გადაცემებში. დღეს ესე იგი ყველაფერს, ანუ ჩვენი ორგანიზაცია მაგალითად ყველაფერს აკეთებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და 25 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ ციფრულ მაუწყებლობაზე არ იყო ჩვენი სატელევიზიო ეთერები გადასული და ტელევიზიები, რეკლამა კეთდებოდა სხვანაირად, ყველამ ვიცით და ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაცია არის ჩამოსული საქართველოში, რომელსაც აქვს შეხვედრა რეგიონალურ მაუწყებლებთან და აინტერესებს როგორი სახის რეკლამა გადის ამ სატელევიზიო ეთერებში. 25 წლის წინ დაახლოებით 25 წლის წინ. ეხლა რა ხდება? იმ პერიოდში რეგიონალური ტელევიზიები ძირითადად სულთგულობდნენ მიცვალებულებით. იმიტომ რომ მიცვალებულები და აქ-აქ დაბადებები. განცხადებებს, კი, განცხადებებს, როგორც კი ვიღაც გარდაიცვლებოდა, აუცილებლად ეს განცხადება უნდა გამოქვეყნებულიყო რეგიონალურ ტელევიზიაში. შეკრებილია ეს ყველა რეგიონალური ტელევიზია, ეს ამერიკული ორგანიზაცია, რომელმაც უნდა ნახოს სარეკლამო რგოლები, ამათ მიერ შექმნილი სარეკლამო რგოლები. რაღაცა გურჯაანის ტელევიზია, მაჩვენა რაღაცა ნაყინის რეკლამა, ეს ადგილობრივ წარმოებაზეა ძირითადად გათვლილი. აგერ ჩემო ბატონო ქუთაისმა ლუდი აიას რეკლამა და მოვიდა ამ ტელევიზიის ჯერი. რომელ ტელევიზიას ახლა მე რა თქმა უნდა არ დავასახელებ. და რეკლამის სიუჟეტი, ეს ამერიკელები, ისეთი ტიპების ხედან და ირთვება რეკლამა და რეკლამის სიუჟეტი არის ესეთი. ჭირისუფალი მიცვალებული, ორი ჭირისუფლები, ერთი ეუბნება მეორეს. განცხადება გააკეთე. ამ დროს შემოდის ხალხი, ეს ეუბნება რომ კი გავაკეთე. ხალხი შემოდის და უცებ მიცვალებული დგება.